შუა დერეფანი, ანუ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი არის სტრატეგიული ხიდი ჩინეთსა და ევროპას შორის. ის რკინიგზის საშუალებით ჩინეთს და ყაზახეთს აკავშირებს დოსტიკის ან ხორგოს, ალტინკოლის გავლით, ყაზახეთს კვეთს რკინიგზით აქტაუს პორტამდე და ასევე კასპიის ზღვას ბაქოს ალიათის პორტამდე. შემდეგ დერეფანი რკინიგზით გაივლის აზერბაიჯანის და საქართველოს ტერიტორიებს და ევროპისაკენ თურქეთის გავლით რკინიგზით, ან შავ ზღვაზე გამავალი მარშრუტით მიემართება. შუა დერეფნის სტრატეგიულობას ორი მთავარი მიზეზი განაპირობებს. პირველი, ეს არის უმოკლესი სავაჭრო გზა ჩინეთიდან ევროპამდე, რაც სხვა მარშრუტებთან შედარებით მნიშვნელოვან სავაჭრო დროს დაზოგავს მომავალში. და მეორე, ეს გზა გვერდსულის სანქცირებულ რუსეთსა და ირანს და ზოგადად ახლო აღმოსავლეთის არასტაბილურ ვითარებას. გადავხედოთ შუა დერეფნის ალტერნატიულ მარშრუტებს. ყველაზე მეტად გამოყენებადი სახმელეთო გზა ჩრდილოეთის დერეფანია, რომელიც ძირითადად სარკინიგზო გადაზიდვებს მოიცავს ჩინეთიდან ყაზახეთამდე, ყაზახეთიდან რუსეთამდე და რუსეთიდან ბელარუსამდე, საიდანაც ტვირთები ევროპაში ნაწილდება. თუმცა რუსეთის სანქციების შემდეგ უამრავმა უმსხვილესმა გადამზიდმა კომპანიამ უარი თქვა ამ მარშრუტის სარგებლობაზე და 2022 წლიდან 23 წლამდე ჩრდილოეთის დერეფნის გავლით ტვირთბრუნვა 56%-ით შემცირდა. ასევე არსებობს სამხრეთის დერეფანი, სადაც ტვირთები ცენტრალურ აზიაში ჯერ ირანის, ხოლო შემდეგ თურქეთის გავლით ევროპაში ხვდებიან, თუმცა ირანის სანქცირების შემდეგ ამ გზამაც დაკარგა აქტუალობა, რასაც ინფრასტრუქტურის დაბალი განვითარების დონემაც შეუწყო ხელი. საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი ამ ორ მარშრუტს შორის მდებარეობს და მისი სახელი შუა დერეფანიც სწორედ მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან მომდინარეობს. მესამე და ყველაზე დატვირთული საზღვაო მარშრუტია. ტვირთების უმრავლესობა ჩინეთიდან ევროპამდე ინდოეთის ოკეანეს გადის. შემდეგ სუეცის არხით ხდება ხმელთაშუა ზღვაში და იქიდან სხვადასხვა ევროპულ პორტებში იგზავნება. ევროკავშირსა და ჩინეთს შორის 2024 წელს ორმხრივმა ვაჭრობამ 732 მილიარდი ევრო შეადგინა, რომლის დაახლოებით 60%-მაც სუეცის არხზე გაიარა, ხოლო 2023 წლის ევროსტატის მონაცემებით სრულიად ევროპის ვაჭრობის 3/4 საზღვაო მარშრუტებით განხორციელდა. ეს ლოგიკურიცაა, რადგან ოკეანე ვრცელია, ხოლო სახმელეთო მარშრუტების გამტარიანობა შეზღუდული.